გარდა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ფუნქციას არგუმენტები გადავწყვეტთ მიმდიდრების საშუალებით, ჩვენ ასევე შეგვიძლია ფუნქციიდან მიმდიდრების დაბრუნებაც. და მოდი ამისი მაგალითი გავაკეთოთ ახლა და დავწეროთ პატარა კოდის ფრაგმენტი. ესე იგი, წავშალოთ ეს ჩვენი ფუნქციები, რაც გვაქვს, კოდი გავასუფთავოთ და დავწეროთ ესეთი რამ. შევქმნათ რაიმე ცვლადი, გლობალური ცვლადი, int ტიპის და დავარქვათ მას value. და ამ value-ს მივანიჭოთ მნიშვნელობა 10. ეხლა როგორ ხდება მიმდიდრების დაბრუნება? ჯერ ვწერთ ესე იგი ტიპს, თუ რა ტიპის მიმდიდრებელს გვინდა რომ დააბრუნო, შემდეგ ვწერთ ამპერსანდს და შემდეგ ვწერთ ფუნქციის სახელს. მაგალითად myFunc. ამის შემდეგ ჩვენ როდესაც დავწერთ ესეთ რამეს return value, აი ეს ჩვენი ფუნქცია დააბრუნებს აი ამ value-ს მიმდიდრებელს. მოდი გავაკეთოთ რაიმე ცვლადი int ტიპის, აი ამ ჩვენს პროგრამაში და დავარქვათ მას i. აი ახლა ამ i-ს მივანიჭოთ ეს myFunc და დავბეჭდოთ ის მნიშვნელობა. ეხლა მოდი აი აქ დავბეჭდოთ ეს myFunc-ი. და მოდი ახლა გავუშვათ და ვნახოთ ეს ჩვენი პროგრამა როგორ იმუშავებს. და აი როგორც ხედავთ, ორივე შემთხვევაში დაგვიბეჭდა 10. ეხლა აქ ჩვენ შეგვიძლია ერთი ესეთი საინტერესო რამ გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია რომ აი ეს myFunc-ის გამოძახება გამოვიყენოთ მინიჭების ოპერატორის მარცხენა მხარეს. ანუ ეს რას ნიშნავს? შეგვიძლია დავწეროთ ესეთი რამ. myFunc-ს მივანიჭოთ დავუშვათ 15. და შემდეგ ისევ დავბეჭდოთ აი ამ value ცვლადის მნიშვნელობა. ეს რას ნიშნავს ახლა? როდესაც ჩვენ ამ ფუნქციას ვიზახებთ myFunc-ს, აქ ხდება აი ამ გლობალური ცვლადის value-ს მიმდიდრების დაბრუნება და როდესაც მინიჭების ოპერატორის მარცხნივ ვიყენებთ ამას, ეს ნიშნავს იმას, რომ შევცვლით ჩვენ აი ამ value ცვლადის მნიშვნელობას თვითონ. მოდი ახლა გავუშვათ ეს ჩვენი პროგრამა და ვნახოთ როგორ იმუშავებს. აი როგორც ხედავთ, აქ უკვე დაგვიბეჭდა ამ ჩვენო პროგრამამ 15. აი აქ myFunc-ის ნაცვლად დავწეროთ value, მართლაც დავწმუნდეთ რომ შეიცვალა აი ამ value ცვლადის მნიშვნელობა. და აი მართლაც როგორც ხედავთ, ჯერ ესე იგი ის მივანიჭეთ, ის მნიშვნელობა რაც ეწერა value-ში, აი ამ myFunc-ის გამოყენებით, ამის შემდეგ დავბეჭდეთ i, შემდეგ დავბეჭდეთ პირდაპირ აი ამ myFunc-ის საშუალებით ის მნიშვნელობა რაც წერია უკვე value-ში. და ბოლოს აი შევცვალეთ value-ს მნიშვნელობა ისევ myFunc-ის გამოყენებით და შემდეგ დავბეჭდეთ პირდაპირ value-ს საშუალებით ის მნიშვნელობა რაც წერია აი ამ value ცვლადში.